დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემა მაკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გრანტების შესახებ. მაკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან 9 მილიონიანი გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მაკეინის ინსტიტუტმა გაავრცელა. როგორც მაკეინის ინსტიტუტში აცხადებენ, გრანტი უნდა მოხმარდეს პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას, ხოლო გრანტი იქნება საწყისი დაფინანსება პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის. პირველ წელს ფოკუსია რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე, მათ შორის მზია ამაღლობელი ქართველი ჟურნალისტი ხეზუზ არმასი, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია გოლესნიკოვა, ბელარუსი პლეიტისტი და აქტივისტი ღაზის ისრაელ-ამერიკელი მძევლები წერია მაკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როდესაც ხდება საერთაშორისო კუთხით, რა თქმა უნდა, სხვა აქტორების მიერ აქტუალიზდება გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პატიმრებთან დაკავშირებით კამპანიების, ეს რა თქმა უნდა იწვევს ხოლმე, ესე არის ცნობილი, უფრო მეტად ზრდის ალბათობას, რომ კონკრეტული პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს, ანუ არაფერი ახალი ამაში არ ყოფილა, როდესაც უფრო მეტი პოლიტიკური აქტორი, უფრო მეტი, თუნდაც ორგანიზაცია, უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი საუბრობს და აქტიურად ეწევა კამპანიას კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების, რა თქმა უნდა, მისი გათავისუფლების ალბათობა იმატებს. საქართველოში სამწუხაროდ უცნებაა არ დატოვა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სამართლიანად დაიცავს ამ ადამიანის უფლებებს. ერთადერთი, ვინც შეიძლება ეს გააკეთოს, არის ძლიერი არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხალხი. თუ ვინმე ამაში დახმარებას გაუწევს საქართველოს, რომ საქართველოში დაცული იყოს უყანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ინტერესები და უფლებები, ახლა ამაში მგონი ცუდი არაფერია. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და ის უბედურება დატრიალდა, მაკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი მაღალჩინოსარი აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმას აძლევდა ინტერვიუს, სადაც სიცილით და ქილიკით საუბრობდა საქართველოში, თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და შესაბამისად ადამიანები გარდაიცვლებოდნენ, ამ ყველაფერზე ქილიკობდა. ამავე განცხადებაშიც მაკეინის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერიო და უზრუნველყავით, რომ ნიკა გვარამია შეწყალება მოხდარიყო. ვინ შეიწყო სალომე ზურაბიშვილმა. როდესაც გალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ და სხვა პირებთან გვერდით აყენებენ, მაშინ კეთილი ენება მაკეინის ინსტიტუტს და იმ ადამიანის სახელი და გვარით ჩაეწერა სიაში, რომელმაც მაკრონს სილა გააცნა და შემდეგ 14 თვით პასუხისმგებლობა დაეკისრა. მაგრამ ასე განცხადება არ გაუკეთებიათ, რატო არ გაუკეთებიათ? იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი. მაკეინის ინსტიტუტი არის Deep State-ის ჰიბრიდული ინსტრუმენტი და ჩვენ ბოლო წლების გამოცდილებითაც ვიცით, რომ ზუსტად მაკეინის ინსტიტუტიდან როგორც ცდილობდნენ საქართველოში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, არეულობის მოწყობას და ამაში საკმაოდ მსხვილი თანხები იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მაკეინის ინსტიტუტი როგორი სიძულვილით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ და ასევე ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კონტრაქტორი არის მაკეინის ინსტიტუტის და ის რასაც აცხადებს, სწორედ მაკეინის ინსტიტუტის ლეგიტიმაცია გააჩნია, მხოლოდ სხვა შემთხვევა არის, რომ ამ ინსტიტუტის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წარმოებული, არის ამაო და შედეგს ვერასდროს ვერ გამოავლენს.